ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამ სესიაზე მოდ ბევრი საინტერესო თემაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი ბუნებრივია საქართველოს საკითხებია და სწორედ ეს საკითხები განეხილება შეხვედრებზეც, რომელიც უკვე შედგა გენერალურ მდივანთან, შვეიცარიის როგორც თავმჯდომარე ქვეყნის ხელმძღვანელთან და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრაა და ასევე ჩვენ გვაქვს გამოსვლები საპარლამენტო სხდომაზე, რაც ძირითადად სწორად ეხება საქართველოს დღეს არსებულ პრიორიტეტებს. ეს არის ევროპასთან ასოცირებული ხელშეკრულება და ევროინტეგრაციის გაღრმავება, ეს არის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთთან ურთიერთობა, ეს არის ჩვენი საზღვრების თემა და ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც ეხება ასევე დევნილებს. ეს ის თემებია, რომელსაც ჩვენ ვლაპარაკობთ პარტნიორებთან და ასევე ბუნებრივია საქართველოს შიდა საკითხები, რაც შიდა პოლიტიკური ვითარება, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები, ოპოზიციასთან ურთიერთობა, ის რაც ზოგადად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სურათისათვის და ასევე შიდა თემები მოქმედებს და გაზეგავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზეც. მნიშვნელოვანი ფაქტი იყო დღეს სხდომაზე სპეციალური მომხსენებლის საზღვრების და სასაზღვრო ურთიერთობების საკითხებზე ჩვენი ესპანელი კოლეგის იგნასიო სანჩეს ამორის სპეციალური მოხსენება, რომელშიც დიდი დრო დაეთმო საქართველოში არსებულ ვითარებას საზღვრებზე და საოკუპაციო ხაზზე. ესპანელი დეპუტატი იყო საქართველოში, ნახა თავის თვალით შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და დღეს ჩვენ გქონდა საშუალება, რომ გარკვეული დებატები ამ საკითხზე გამართულიყო, ჩვენ გქონდა გამოსვლა ამ თემაზე და ჩვენი კოლეგები, ევროპელი კოლეგები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რა ვითარებაა საქართველოში, რომ რამდენად აზიანებს რუსეთის მიმდინარე კიდევ ეს ოკუპაცია და საზღვრების გადაწევა, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთშიც ამ ოლიმპიადის მსვლელობის დროსაც კი ხდება ასეთი ძალიან მძიმე დარღვევები და ეს როგორ აზიანებს ადგილობრივ მოსახლეობას, როგორ უშლის ხელს საქართველოს განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, აბსოლუტურად არღვევს ეუთოს პრინციპებს და პრინციპებს, რომელიც მიღებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ვფიქრობ, ჩვენ ამ საკითხებში გვექნება მხარდაჭერა და გენერალურ მდივანმაც განაცხადა, რომ დღეს გაცილებით უფრო უკეთ ჩამოყალიბებული შეთავაზებები შეიძლება იყოს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის თვალსაზრისით.